საღამოშიდობის ცივზამთარში წინა საარჩევნოდ მოწყობილი საბოტაჟი აღკვეთილია. ყაზტრანსგაზ თბილისში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თბილისში ბუნებრივი აირის მარაგის საკმარისია, მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება, აცხადებენ მთავრობის წევრები. პარალელურად პრემიერ-მინისტრი მედია საბჭოს შექმნის იდეით გამოდის. ლადო გურგენიძის შეთავაზებით არჩევნებამდე მედიამ დიდ ბრიტანეთში არსებული ეთიკური და პროფესიული კოდექსის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს. არჩევნებამდე კი 38 დღე რჩება. როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო მარათონი მზერაში 22 საათზე. გიგი უგულავა, გიორგი ქოიავა, ხათუნა კვესელავა, კობალი კლიკაძე, გიგი თევზაძე, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი შერვაშიძე. ცივზამთარში წინა საარჩევნოდ მოწყობილი საბოტაჟი ასე აფასებს დედაქალაქის მერი გაზგამანაწილებელი კვანძის დაზიანებას. არის ცალკეული შემთხვევები, გუშინ მოხდა ასეთი შემთხვევა, რომელსაც აშკარად აქვს საბოტაჟის ნიშნები. არსებობს ეჭვი, რომ საბოტაჟში შესაძლოა კომპანიის ყოფილი თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. Была обнаружена организованная преступная группа из числа сотрудников компании, которые занимались нелегальной врезкой в газопроводную систему вблизи Голданской ГРС. Результатом данного факта явилось то, что было отключено около 15 ГРП. ყაზტრანსგაზ თბილისი მუშაობის сагангебо რეჟიმზე გადავიდა კომპანიაში მობილიზებაა გამოცხადებული. Мне бы хотелось предостеречь данных товарищей и людей, которые этим делом занимаются, что, может быть, не стоит этого делать ради того, чтобы получить какие-то, может быть, сиюминутные для себя выгоды или преимущества. მომხდარს ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრის ცხეთაგურის განცხადებით, დედაქალაქში ბუნებრივი აირის პრობლემა არ არის. არანაირი პრობლემა გაზმომარაგებაში არ არის და შესაბამისად იყო რაღაც რეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც დროებით იყო გაზმომარაგება კონკრეტულ რაიონებში შეწყვეტილი, ეხლა არანაირი პრობლემა არ არის. 28 ნოემბერი მზერაში 22 საათზე. ჩვენგის სტუდიაში გიორგი ქოიავასთან ერთად ვრუნდებით საღამოშიდობის ბატონ გიორგი. პირველ რიგში არ შეიძლება არ შევეხოთ თემას, რომელსაც გამოეხმაურა დღეს როგორც ხელისუფლება, ასევე დედაქალაქის მერი გიგი უგულავამ განცხადა, რომ ეს გავს ყველაფერი საბოტაჟს, ის რაც მოხდა გაზგამანაწილებელ ქსელზე. მართლაც რა მოხდა გაზგამანაწილებელ ქსელზე, იყო თუ არა ეს იყვნენ თუ არა ამ ყველაფერში ჩართულები ყოფილი თანამშრომლები, როგორც ითქვა დღის პირველ ნახევარში. მართლაც იყო არასანქცირებული ხელყოფა ჩვენს მილსადენებზე, რომელიც იმ წუთში იქნა აღკვეთილი ჩვენი თანამშრომლების მიერ. საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. არის აღძრული აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავით არის საბაბი პანიკის არ არსებობს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიცევთ არავის საშუალებას, რომ გამოიწვიოს მოსახლეობაში პანიკა და ჩაერიოს ჩვენ საქმიანობაში არასანქცირებულად. საკმარისი არის თუ არა ბუნებრივი აირის ის რაოდენობა, რაც დღეს აქვს თბილისს იმისათვის, რომ ზამთარში თბილისი სრულად იყოს მომარაგებული. სავსებით წელსაც ამ ზამთარშიც და მომავალ წელსაც არის სრული გარანტია იმის, აბსოლუტურად ყველა კონტრაქტი გაფორმებულია მომწოდებლებთან, არის სრული გარანტია იმის, რომ გაზი იქნება უწყვეტლივ და უსაფრთხოდ მომარაგებული ქალაქი. დღეს კომპანიაში გაკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ყაზტრანსგაზ თბილისში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. რას ნიშნავს ეს თქვენ გექნებათ ცხელი ხაზი, როგორც ცნობილია და მისი ნომერია 20.04.02 თუ არ ვცდები. დიახ, ჩვენ გადახვედით საგანგებო. ჩვენ გადავედით 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე. ჩვენ აგვაქვს ორი ცხელი ხაზი, ეს 04 ყველასთვის ცნობილი და 20.04.04. ხვალდილიდან 24 საათის განმავლობაში იქნება ჩართული ტელეფონები, რომელზეც შეიძლება ჩვენ მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე დაუკავშირდნენ. ეს იქნება წნევების ვარდნა, ეს იქნება შეერთებები მილსადენში თუ ასე შემდეგ და იმ წუთში იქნება რეაგირება ყველა ზარზე გაკეთებული. 24 საათიან რეჟიმზე გადადის სრული შემადგენლობა ყაზტრანსგაზის თანამშრომლების, რაც სავსებით ბუნებრივია ზამთრის პერიოდისთვის, მით უმეტეს არის მერიის დავალება, რომ უახლოეს დღეებში სულ ყველა სკოლა და ყველა საბავშვო ბაღი იქნეს ჩართული გაზგამანაწილებელ ქსელში და ყველა სკოლა და ყველა საბავშვო ბაღი, ასევე როგორც სხვა ობიექტებიც, იქნება სრულად გაზიფიცირებული, რომელიც არის დარჩენილი გაზიფიცირების გარეშე. და ბოლოს ბატონ გიორგი, ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზტრანსგაზი აპირებს გათიშვებს გარკვეული უბნების, ეს ასეა თუ არა? არავითარი გათიშვები დაგეგმილი არ არის.
არაფერ გათიშვებზე ჩვენ არ გვეგმავთ არანაირ გათიშვებს. ჩვეულებრივი სარემონტო სამუშაოები, რაც დაკავშირებულია ბუნებრივად ყოველ ზამთარს წნევების მატებასთან დაკავშირებით, ეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს და რაიმე საშიშროება რო გაითიშოს რაიმე უბნები აბსოლუტურად არ არსებობს. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ანუ ჩვენ თბილი ზამთარი გვექნება, ყოველ შემთხვევაში კომპანია ამის პირობას დებს. ნამდვილად ეს. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. საბოტაჟის თემას ჩვენ დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან განვაგრძობთ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. საღამომშვიდობის ბატონ გიგი. მოგესალმებით. ბატონ გიგი, თქვენ დღეს გააკეთეთ კომენტარი მომხდართან დაკავშირებით და შეაფასეთ როგორც საბოტაჟი, ვისკენ იყო მიმართული ეს საბოტაჟი, რატომ განხორციელდა? რა მიზანს ისახავდა ის? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ და რაც თავარია უკვე ბატონმა ქოიავამაც ისაუბრა, მთავარი, რაც არის მიღწეული ამ დროისთვის, ეს ეხება თბილისას და ეხება მთელ ქვეყანასაც, გაზის მომარაგება, მემხედველობაში მაქვს კონტრაქტები, რის საფუძველზეც საქართველოს და საქართველოში მოქმედი კომპანიები ყიდულობენ გაზს, დადებულია შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ საკუთრივ ქალაქის გაზმომარაგებას, ჩვენ ერთობლივად ყაზტრანსგაზთან ერთად მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ზედამხედველობით ხორციელდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები იმისათვის, რომ ქალაქში სხვადასხვა უბნებს ოპტიმალური ქონოდათ გაზის მომარაგება, ეს საუბარია ეგრეთ წოდებული GRP-ების რეაბილიტაციაზე, საუბარია მილების გამოცვლაზე და ასე შემდეგ, რაც აუცილებელი წინაპირობა იმისათვის, რომ ზამთარში შემდეგ უკეთით მოგეხმარება, ზამთარში მოხმარება იზრდება, ამიტომ ზამთარშია სწორედ წნევების პრობლემა. გულწრფელად რომ თქვათ, წელსაც აწუხებს ჩვენს თანამოქალაქეებს, განსაკუთრებით მაღალ სართულებს, განსაკუთრებით ისეთ უბნებს, სადაც დიდია მოხმარება, მემხედველობაში მაქვს ესეთი დიდი უბნები, როგორც არის გლდანი, ვარკეთილი, თუმცა წელს ამ თვალსაზრისით აშკარა პროგრესი გვაქვს, რაც არის უდაოდ კომპანიის მიღწევა. რაც შეეხება იმ საკითხს, რაც შეეხება საბოტაჟის თემას, იმის გამო, რომ კომპანიაში მიმდინარეობდა ცვლილებები და აუცილებელი ცვლილებებია იმისათვის, რომ მართვა განხორციელდეს ოპტიმალურად. ერთი მიზეზი სწორედ ეს არის, რომ შეიძლება ბევრი განაწყენებული ადამიანი იყო იქიდან წასული, რომელმაც თავისუფლება შეიძლება მისცეს და როგორც ჩანს ამის შემთხვევები ჩვენ გვაქვს. მოსახლეობა შეუქმნა საბოტაჟი, შექმნას შიშის, არეულობის, პანიკის დათესვის მცდელობა. მეორე შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს ამის უკან. ამას სამართალდამცველები გაარკვევენ. დღეს ჩვენ აქ მერიაში გქონდა გაფართოებული შეკრება, სადაც ქალაქის პოლიცია უშიშროება ესწრებოდა ამ თათბირს. ნებისმიერი მიზეზი რაც უნდა იყოს და ეს ყველას ცალსახად უნდა ესმოდეს. ამას არ აქვს გამართლება და თითოეული ესეთი ადამიანი დაისჯება უმკაცრესად. ბატონ გიგი, ქვეყანაში გარდამავალი წინა საარჩევნო პერიოდია და საფრთხეებზე საუბრობს, ყველა საფრთხეებზე საუბრობდა გუშინ საქართველოს ხელისუფლებაც. რამდენად დაცულია საბოტაჟისგან თბილისი? სწორედ ამის გამო თითოეული სტრატეგიული ობიექტი და ზამთარში ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დენითა და გაზით მომარაგებას, ასევე წყლის მომარაგებას, ეს არის სამი ძირითადი, ესე ვთქვათ, ბაზისი, რითაც სუნთქავს და არსებობს ქალაქი. ამ თვალსაზრისით 10 ყური და 10 თვალი ყველა უწყებას 24 საათიან რეჟიმშია იმისათვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნას. ცხადია და ძალიან სამწუხაროა და გუშინდელი შემთხვევაც ამ კუთხით არის სწორედ საგანგაშო, რომ ჩვენ შეიძლება თვალი მივადევნოთ სხვა უფრო დაგეგმილ ღონისძიებას, მაგრამ ვიღაცას რო თავში რაღაცა მოუვა განაწყენების გამო და ამით შეიძლება მთელი კვარტალი და ნახევარი ქალაქი გაზის გარეშე დატოვოს, ამის პროგნოზირება ძნელია, ამიტომ ამის გამოვლენაც საკმაოდ ძნელია. გუშინ ამაზე ოპერატიული რეაგირება მოხდა, მაგრამ ისე ვიმეორებ. ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა, საკუთარი გაჭირვებით ხსნიდეს ამ პრობლემას. იქნება დასჯილი კანონის შესაბამისად, იმიტომ რომ აქ ჩვენ არ ვეთამაშებით არც ხელისუფლებას, არც ხელისუფლების იმიჯს, არც კომპანიას კონკრეტულს, ან რომელიმე მის, ესე ვთქვათ, დაბალ თუ მაღალ გოლს. აქ ჩვენ სასწორზე გვიდგას ჩვენი მოსახლეობის უზრუნველყოფილი, თბილი
ზამთარი. ყველაფერია გაკეთებული იმისათვის, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს 24 საათიანი მომარაგება და ყოველი ესეთი გამოხდომა იქნება ძალიან მკაცრად დასჯილი და ადეკვატურად რეაგირება. ასეთია თბილისის მერიის გეგმა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თბილისის მერიის გეგმა არ იყო ის, რომ ყველა სკოლა არ არის ჯერ გაზიფიცირებული. ეს ნამდვილად სწორედ აღნიშნეთ, ეს არის დღესდღეობით თბილისში და სამწუხაროდ არა მარტო თბილისში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წლის დასაწყისში გამოვყავით შესაბამისი თანხები და იმის და წელს 150 სკოლაში მოხდა, სულ არის 191 სკოლა, 150-მდე სკოლაში მოხდა გაზის მიყვანა. 150-ვე სკოლაში მოხდა შიდა კომუნიკაციების, შიდა გათბობის სისტემის და ქვაბების დამონტაჟება. მიუხედავად ამისა, ჩართულია ამ დროისთვის მხოლოდ 60 და ჩაურთო მდგომარეობაშია დაახლოებით 80-მდე სკოლა. და ამის მოთმენა ნამდვილად არ შეიძლება. მე პირველ რიგში იმ ბავშვებს მინდა და იმ მშობლებს ბოდიში მოუხადო, იმიტომ რომ აქ ერთობლივად მეტი ყურადღება იყო საჭირო, ისევე როგორც მერიის მხრიდან, თუმცა ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ, ასევე განათლების სამინისტროს მხრიდან, რომელსაც ევალებოდა მთელი შიდა კომუნიკაციების და ქვაბების დამონტაჟება დროულად და რაც მთავარია, რა თქმა უნდა, ასევე კასტრანსგაზის მხრიდან, იმიტომ რომ დაგროვილი 50 ჩასართვლად გამზადებული ელემენტარული ტესტირება იყო საჭირო, მაშინ როდესაც რაღაც გაუგებარი, სრულიად იდიოტური ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო ერთი კვირა იყო დაკარგული. ერთი კვირა ნიშნავს დაახლოებით ალბათ 20-30 გაციებულ ბავშვს. თუმცა ვისი ბრალი იყო ყველაფერი ეს ბატონ გიგი? ისე ვიმეორებ, აქ არის რამდენიმე პრობლემა, რამდენიმე სკოლაში კონტრაქტორმა არასწორად დაამონტაჟა ქვაბები და სისტემა და ბუნებრივია გაუმართავი სისტემის ექსპლუატაციაში მიღება დაუშვებელია, იმიტომ რომ ამან შეიძლება ფატალური შედეგი გამოიღოს და აი ეს საკითხები, რომელიც ეს არის დაახლოებით 25 სკოლა. მაგრამ უნდა ეკონტროლებინა თუ არა ეს პროცესი განათლების სამინისტროს? ეს საკითხები, რომელიც არის 25-მდე სკოლა იქნება სადაც არასწორად არის დამონტაჟებული. მათ უკვე ფინანსური პოლიცია სწავლობს და შესაბამისი ორგანოები სწავლობენ. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, 5 იანვრამდე კასტრანსგაზს და შესაბამისად ყველა კონტრაქტორს, რომელიც სკოლა 5 დეკემბრამდე, ყველა 5 იანვარს ახსენებს, მექანიკურად შემეშალა. 5 დეკემბრამდე ეს არის ბოლო ვადა, სადაც 191 სკოლიდან 180 სკოლა უნდა იყოს ჩართული. დანარჩენ 7-ში ტექნიკურად ვერ ხელხდება, ამიტომ არის დიზელი შეტანილი, ერთი სკოლა გათბება შეში და ერთი ელექტროღუმელით. 3 სკოლაში ჩვენ გვაქვს პრობლემა, იმიტომ რომ გაზი ვერ მივიდა, იქ მოსახლეობასთან იყო წინააღმდეგობა, მათ ნაკვეთებზე უნდა გაიარა, იქაც ანალოგიურად მოხდება შეშით. მაგრამ ეს 180 სკოლა, რომელიც სხვადასხვა დონის ბიუროკრატიის გამო აქამდე არ არის ჩართული და მე კიდევ ერთხელ მინდა ამ ბავშვებს და მათ მშობლებს ბოდიში მოუხადო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს ჩემ უწყებას პირდაპირ არ ეხებოდეს, მე მაინც მოვალეოდ მივიჩნევ თავს, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენ თანამოქალაქეებს. ბოდიში მოუხადო და დავარწმუნო ისინი, თუ 5 დეკემბრამდე ეს ხალხი ეს ამ შემთხვევაში ეს თლიანად არის კასტრანსგაზის პასუხისმგებლობის ქვეშ. თანხაც გადახდილია, პროექტების დაფინანსებულია და ასე შემდეგ. მაშინ პასუხი მოეთხოვა ყველას ძალიან მკაცრად. ამის გარანტიას მე ვაძლევ თითოეულ იმ გაყინულ ბავშვს, რომელიც მე უამრავი შეხვედრა მაქვს, თითოეულ ასეთ შეხვედრაზე, თითოეული ბავშვი თუ მშობელი სწორედ ამ საკითხს აყენებს. ჩვენ უნდა კარგად გავაცნობიეროთ, ეს ეხება ყველა დონის ბიუროკრატიას. ადრე, როდესაც ბურჟუიკები იყო სკოლებში და ერთი ცალი გათბობა საერთოდ არ იყო, მაშინ მოსახლეობა ასე მკვეთრად და მკაცრად არც აყენებდა ამ საკითხს. მაგრამ როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ დამონტაჟებული არის ახალი ბატარეები, არის ქვაბი, არის ახალი მილი და ეს ბატარეას დაადებს ხელს და არის ცივი, ბუნებრივია გაუჩნდება ამ ადამიანს პროტესტი და ეს პროტესტი არის ლეგიტიმური და ეს პროტესტი მომართული იქნება ბუნებრივია ჩვენსკენ და ჩვენ ეს პროტესტი უნდა გავიაზროთ და შესაბამისად აქამდე უნდა ყოფილიყო ამაზე რეაგირება. ჩვენ ისე ვიმეორებ მოვალეობა, რაც მერიის მხრიდან მე არ ვიხსნე ამაზე პასუხისმგებლობას, მე ხვალ ვაპირებ ყველა იმ სკოლაში ჩამოვიარო და თითოეული რა მიზეზით მოხდა, რომ არ არის ჩართული, თითოეული აი ამ საკითხის გამოაშკარავებას და შესაბამის დონეზე პასუხისმგებლობის დაყენებას. ბატონ გიგი, დღეს გაცხადდა, რომ დევნილებს დაკავებული უძრავი ქონება დაუკანონდებათ. როგორ მოხდება ეს პროცესი?
დიახ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას გააცნო ის ინიციატივა, რომელიც ეს იყო პრაქტიკულად ბოლო დავალება, რომელიც მან მთავრობას მიცა, კერძოდ ახლად დანიშნულ მინისტრს კობას უბელიანს და ასევე ამ იდეის, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური მომხრეა ლადო გურგენიძეც, ახალი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ უნდა შევქმნათ თითოეული დევნილისთვის ის გარემო, რომ ის არაფრით არ განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი ჩვენი თანამოქალაქისგან. ანუ მას უნდა კონდეს საკუთრება და ეს საკუთრება ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც არის დაცული ნებისმიერი სხვა ჩვენი თანამოქალაქის საკუთრება. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? 15 წელი ეს ხალხი ცხოვრობს არალეგალურად. ანუ პრაქტიკულად ჩვენ გვახსოვს 94 წელს გამოიცა განკარგულება შევარდნაძის, სადაც ნახავთ ცარიელ შენობას, შედით და დაიკავეთ. თავისთავად ეს იყო მაშინ დაშვებული ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მოხდა ძალიან ბევრ კერძო შენობაში შესვლა და დევნილი ბუნებრივია, სადაც ნახავთ და შევიდოდა, ამასში ვერცვერავინ მათ ვერ გაამტყუნებს, იმიტომ რომ სახელმწიფოს მაშინ ან არ ქონდა, ან ვერ ქონდა ადეკვატური შესაძლებლობები მათი, ესე ვთქვათ, დაბინავების და მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის თბილისშიც არის დაახლოებით 100-მდე კომპაქტური ჩასახლება. ჩვენ ვსაუბრობთ დღეს იმ კომპაქტურ ჩასახლებებზე, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და არა რომელიმე კერძო კომპანიას, ბუნებრივია, კერძო საკუთრების განკერძოების, ხელახალი განკერძოების უფლება სახელმწიფოს არ გააჩნია და მე მინდა სხვათა შორის ძალიან ბევრ ასეთ მესაკუთრეს მადლობა მოუხადო, ბევრ მათგან შეიძლება სხვანაირად უნდოდეს დატვირთოს საკუთარი ქონება, მაგრამ ესმით, რომ დევნილები ცხოვრობენ, ესმით ქვეყნის და ამ ხალხის გაჭირვება და ამიტომ თქვათ, ესე ვთქვათ, რადიკალურ ზომებს არ მიმართოთ. მაგრამ ძალიან ბევრია კომპაქტური ჩასახლება თბილისშიც და ასევე რეგიონებშიც, სამეგრელო იქნება თუ წყალტუბო, სადაც ამ დევნილებს სახელმწიფო შენობებია, სახელმწიფო ნაგებობებია და მათი პრივატიზაციის, ანუ მათი განკერძოების, მათი საკუთრებად ქცევის შესაძლებლობა არის. და ეს რატოა მნიშვნელოვანი? თვითონ ამ ადამიანს უჩნდება საკუთრების განცდა. და ეს პარალელურად უნდა აღინიშნოს, დევნილის სტატუსი თვითონ ასეთ ადამიანს უნარჩუნდება, იმიტომ რომ დევნილის სტატუსი არის პოლიტიკური სტატუსი. რაც შეეხება საკუთრებას, თუ 15 წელია ეს ადამიანი იქ ცხოვრობს, მაშინ სახელმწიფო მოვალეა მას მიცეს ის შენობა, რომ მან უკეთ მოუაროს. უკეთ იზრუნოს, იმიტომ რომ მოგხსენებათ, სამეგრელოში იქნება თუ აფხაზეთში, ჩვენ გვახსოვს ყველაზე მეტად მოვლილი სახლები, ყველაზე მეტად მოვლილი ეზოები იყო სწორედ იქ. და დღეს ყველაზე მეტად გაუსაძლის მდგომარეობაში არის ეს სახლები და ეს ეზოები, სადაც დევნილები არიან კომპაქტურად ჩასახლებული. რატო? იმიტომ რომ რატომ ტრანსფორმირდა ეს ხალხი? ეს ბუნებრივი შეკითხვა, რომელიც ყველას უჩნდება. იმიტომ ტრანსფორმირდა, რომ ეს არ არის მისი საკუთრება. დღეიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა ეს იყოს მათი საკუთრება, მოუარონ, მოუფრთხილდნენ, განკარგონ ისე როგორც უნდა და იგზნონ სრულფასოვან მოქალაქეებად თავი. რაც შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც არ ცხოვრობენ სახელმწიფო პარტში და ისინი არიან. რაც შეეხება მათ, ვისაც ჩვენ ბუნებრივია და კობას უბელიანმა მთავრობისგან მიიღო დავალება ელემენტარული პირველადი, ესე ვთქვათ, ღონისძიებების გატარების. ეს არის გადახურვა და აქ მნიშვნელობა არ აქვს ეს კერძო საკუთრება თუ სახელმწიფო საკუთრება, ისე ვიმეორებ, ესე ვთქვათ, სახურავი, რომ წვიმა რო არ გაწუნდეს, ეს ყველა სჭირდება. გადახურვა, შუშების ჩასმა, კომუნიკაციების მოწესრიგება, შეშით უზრუნველყოფა. ეს არის ის მინიმალური პაკეტი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ზამთარი ადამიანმა გაატაროს ნორმალურად. ამის სახსრები სამინისტროს მიერ არის მოძიებული, ჩვენც ვეხმარებით თბილისის მასშტაბით ბუნებრივია და მოხდება აი ამ მინიმალური პაკეტის განხორციელება, მათ შორის იმ შენობა ნაგებობებზე, რომელიც არ ეკუთვნის სახელმწიფოს, მაგრამ არის კომპაქტურად ჩასახლებული. ბატონ გიგი, რაც შეეხება წმინდა პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც არის დღეს საქართველოში, ჟურნალ კომერსანტში გამოქვეყნდა ინტერვიუ ბადრი პატარკაციშვილთან, ის გახლავთ პრეზიდენტობის კანდიდატი და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი ფიზიკური ლიკვიდაცია ჰქონდა გადაწყვეტილი. რა სიტყვით თქვენ მის ამ განცხადებას? ჯერ თუ თქვენ გაეცანით ამ ინტერვიუს, აშკარად გაგიჩნდებოდათ გრძნობა გარკვეული პარალელებისა, ჟანრობრივი პარალელებისა, ეს ვთქვათ, მისი ბრალდებების სიმძიმისა და აბსურდულობისა ოქრუაშვილის ცნობილ ბრალდებებთან. ეს არის პრაქტიკულად ერთი ჟანრი, ერთი გაჭრილი ვაშლივით გავდა
ის აბსურდულობა იმ ბრალდებებისა, რა ბრალდებებიც იყო თავის დროზე ოქრუაშვილის მხრიდან წარმოდგენილი და დღეს უკვე კომერსანტის ფურცლებიდან პატარკაციშვილის მიერ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს ორი ადამიანი ძალიან ასე ვთქვათ, მჭიდრო კოორდინაციაში იყო ერთმანეთთან, მჭიდრო კოორდინაციაში იგეგმებოდა აი ის სულელური ბრალდებები და ის გეგმა, რომელმაც საქართველოში პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ძალიან სერიოზული პრობლემები წარმოშვა, მაგრამ მეორე მხრივ ამ სახელმწიფოს შეძლო ამ პრობლემების თავიდან აცილება. რაც შეეხება თუ დავაკვირდებით ამ ბრალდებებს, რა ბრალდებებია? ეს არის ტრადიციული თემები. დაწყებული ჯავახეთის თემით. შემდეგ სამხრეთ ოსეთის, შემდეგ კოდორი. ანუ პრაქტიკულად თუ ჩვენ გავადევნებთ თვალს გამონათქვამებს რუსი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების თუ ასე შემდეგ, თუ როდესმე ხდება რაიმეზე აპელირება მათი მხრიდან, სწორედ ხდება ამ რაიონებით, რომ ამ რაიონებში მოხდება არეულობა, ამ რაიონებში ხალხი გამოვა ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ რაიონებში, ანუ გახსოვთ ალბათ ჟირინოვსკის ცნობილი გამონათქვამი ბატუმკალე და ასე თქვენ სოხუმკალე და ასე შემდეგ, ანუ ტრადიციულად ეს ხალხი და სწორედ ამ ესთეტიკის და ამ მენტალობის მატარებელია ბატონი პატარკაციშვილი, რომელიც ტრადიციულად გვიჩიჩინებს ერთ რამეს, რომ თურმე ის ეთნიკური სომხები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ თურმე ოსები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, არ არიან საქართველოს უფასოვანი მოქალაქეები და ასე შემდეგ და ასე. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. ჩვეულებრივი პროვოკაცია, რომელიც რაც შეეხება ახლა იმ ბრალდებას თითქოს სააკაშვილი თავის თავს აიფეთქებს და შემდეგ ამას პატარკაციშვილს დააბრალებს. ნუ ახლა მაკიაველის ცნობილი თეზისია, რომ რაც აი ყველაზე უფრო დიდი სისულელე უნდა დააბრალო შენს ოპონენტს იმისათვის, რომ ოდნავ მაინც დამაჯერებელი ეს იყოს ხა. არა მგონი ჩვენ რომელიც მუდმივ აპელირებას ვახდენთ იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება სტაბილური განვითარება, რომ ქვეყანას სჭირდება ინვესტიცია და მე ერთი რამე მინდა სხვა შორის თქვა, ძალიან ბევრი შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ ბოლო პერიოდში იგივე ამ ნოემბრის ამბების. თუმცა არავის არ გახსენებია ერთი რამ. 2 ნოემბერს ხალხი მოვიდა რისთვის? ბევრს ჰქონდა თავის გასაჭირი, სამუშაო ადგილი უნდა, ნორმალური ოჯახის პირობების მოწყობა და ასე შემდეგ. მაგრამ თელმა ამ დღეებმა ჩვენ დაახლოებით 700-800 მილიონი ინვესტიცია დაგვაკარგინა. რა არის 700-800 მილიონი ინვესტიცია? ეს არის 20-დან 30.000-მდე სამუშაო ადგილი. ანუ პრაქტიკულად ერთი ამ ამბის გამო ჩვენ დაახლოებით 20-30.000 ნაკლები სამუშაო ადგილი შეიძლება შევქმნათ ქვეყანაში. თუმცა ალბათ უნდა ვთქვათ ისიც, რომ ის ხალხი იყო მოსული გარკვეული სოციალური მოთხოვნებით, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. აბსოლუტურად, სწორედ მაგას ვამბობ, სწორედ აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ხალხი, რომელიც მოვიდა საკუთარი სოციალური პრობლემების, საკუთარი სოციალური გაჭირვების, საკუთარი უმუშევრობისა და გამო და არა იმის გამო, რომ თქვათ იქ მოწონდა გრეჩიხან ან მოწონს უგულავა ან ასე შემდეგ, არა, ეს არ იყო მათი მთავარი მოთხოვნა. მთავარი მოთხოვნა იყო სამუშაო, მაგრამ მთელი აი ამ უპასუხისმგებლო აურზაურის გამო ჩვენი ქვეყანა დადგა სწორედ აი ამის წინაშე, რომ 20.000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნას. ანუ თვითონ იმ ადამიანს, რომელიც იქ მივიდა, ნაკლები შანსი შეიძლება ჰქონდეს დასაქმდეს და საკუთარი ოჯახი ღირსეულად არჩინოს. აი სწორედ ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, როდესაც 100% პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და მხოლოდ 0% აქვს ოპოზიციას პასუხისმგებლობა. მაშინ ოპოზიცია იქცევა უპასუხისმგებლოდ და სწორედ აი ასეთი რამეებით შეიძლება მოხდეს აპელირება და ასეთი რამეებით ხდება უზნეო თამაში. ეხლა რაც შეეხება თავად პატარკაციშვილის ბრალდებას, ეხლა მოგეხსენებათ, ეს ძალიან კარგად გახსოვთ ალბათ თავდასხმები მე შევარნაძის დამცველად ვერ გამოვდგები, თუმცა რამდენი თავდასხმა მოხდა, მისი ოპონენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ თავისთავად აიწინებული. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, ეს მეთოდი შეიძლება პატარკაციშვილისთვის, ბერეზოვსკისთვის მისაღებია, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენ ვიბრძვით პოლიტიკური მეთოდებით, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით. ისინი გვიპირისპირდებიან კრიმინალური მეთოდებით. აი ეს არის განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შორის, ეს არის განსხვავება სააკაშვილს და ეს არის განსხვავება პატარკაციშვილის შორის. და ერთი ბოლო სხვა შორის კარგი დეტალი ერთმანეთს კარგად უნისონში ეხმიანება, ეს არის დღეს თქვენი ტელევიზიითაც გახმოვანდა ეს ბერეზოვსკის საუბარი უკრაინას შეეხება და იქ კარგად მოყავთ საქართველოს მაგალითი. და კიდევ ერთი ესე ვთქვათ ცივი წყალი იმ გადასხმული იმ ხალხს, რომელიც ლაპარაკობს, რომ თურმე პატარკაციშვილი სარედაქციო პოლიტიკაში არ ერეოდა, თურმე პატარკაციშვილი იყო ფრთიანი ანგელოზი და სიტყვის თავისუფალი სიტყვის გარანტი.
ამ ხალხს ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი და ძალიან კარგად იციან თუ რატო ინახავენ ტელევიზიას. და ტელევიზიას ინახავენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოაჯდნენ ქვეყანას, ისევე როგორც ბერეზოვსკის უკვე დიდი ხანი აქვს სურვილი ამ უკრაინაში ფეხის მოკიდების, ასეთივე ფეხი ქონდა და ფესვები ქონდა გადგმული პატარკაციშვილს და ჩვეულებრივად მედია მათ ჭირდებათ იმისათვის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ და საკუთარი იმუნიტეტი მოიპოვონ. ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ამ საუბრიდან და ძალიან კარგად გამოჩნდა მთელი იმ ქცევების, ესე ვთქვათ, ანალიზიდან, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში პატარკაციშვილი ახორციელებდა საკუთარი მედია საშუალებების მხრიდან. ასეთი რამ კიდევ ისე ვიმეორებ, ეს არ არის პირველი მათი მხრიდან, რუსეთშიც ანალოგიური კეთდებოდა და ამიტომ როდესაც ვლაპარაკობთ მედიის დამოუკიდებლობაზე, რა თქმა უნდა, მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი, არავინ არ უნდა ჩაერიოს მათ საქმიანობაში, მეორეს მხრივ არავინში იგულისხმება არა მარტო ხელისუფლება, არამედ მფლობელი. ცდუნება იმისა, რომ ჩაერიო არის ხელისუფლების მხრიდანაც და რა თქმა უნდა არის მფლობელის მხრიდან. თუმცა სწორედ დღეს პრემიერ-მინისტრმა საუბრობთ, თორსა მედია საბჭოზე ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, სხვა შორის ეს არ არის ორიგინალური, ამაზე ადრეც იყო საუბარი და ეს არის მეთოდი, რომელიც არსებობს ძალიან ბევრ ცივილიზებულ და ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ორივე საფრთხე უნდა კარგად გქონდეს გაცნობიერებული. თუ არის ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, თუ არის ზეწოლა ხელისუფლებიდან და მედიაზე, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სიტყვის თავისუფლების ჩახშობაზე, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ავტორიტარიზმამდე, მაგრამ თუ არის მანიპულაცია, ზეწოლა და ბოროტად გამოყენება მფლობელის მხრიდან, ამან შეიძლება მიგვიყვანოს გადატრიალებამდე, სახელმწიფოს რღვევამდე, ამან შეიძლება მიგვიყვანოს სრულ ქაოსამდე, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო არც ერთი ნამდვილად სასურველი არ არის ბატონ გიგი, მაგრამ რამდენად მისაღებია ის, რომ მედია საბჭოს შექმნის იდეა მოდის სწორედ ხელისუფლებისგან? მოგახსენებთ ხელისუფლებიდან არ მოდის ეს ინიციატივა და სხვათა შორის მე მქონდა კიდეც საუბარი და არას მათ ვინც ეს ინიციატივა გაახმოვანეს. პირველ რიგში გახსოვთ ეს ინიციატივა იქ გულისხმობოდა და დევს ჩვენს კანონმდებლობაში. მე ძალიან კარგად მახსოვს ბევრი ჟურნალისტი, რომელიც შემდეგ ამ ორომ ტრიალში, ესე ვთქვათ, პატარკაციშვილის ორომ ტრიალში მონაწილეობდა, სწორედ მაშინ ბოიკოტირებდა ამ ინიციატივას და ხელისუფლების მხრიდან ეს ინიციატივა არ მოდის. ხელისუფლებიდან მოდის მხოლოდ და მხოლოდ შეთავაზება კონკრეტული ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიმართ, რომ არის კონკრეტული ლეგიტიმური საკითხები, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. საიდან მოვიდა ის რაღაცა პასუხილური ხელშეკრულება? მაშინ, როდესაც ერთი წლით ადრე იყო საუბარი, თითქოს აქციები იყო გადაცემული. საიდან დასტურდება ეს, რომელი დოკუმენტებით? არის თუ არა ამ წუთას პრეზიდენტობის კანდიდატი პატარკაციშვილი დამფუძნებელი, მფლობელი და პრეზიდენტი თუ არ არის? ეს არის ლეგიტიმური შეკითხვები, რომელიც არსებობს, რაც შეეხება შეთავაზებას, ეს არის კანონიდან გამომდინარე და ლადო გურგენიძეს აქ ახალი ველოსიპედი არ მოუგონებია, მაგრამ ისე ვიმეორებ, საბჭო, მათი შემადგენლობა, მისი მუშაობის წესი, ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ თქვენ ჟურნალისტებმა იმისათვის, რომ იყოთ დაცული ერთი მხრივ ხელისუფლების, ესე ვთქვათ, შემოტევისაგან და ხელისუფლებას ბუნებრივად ყოველთვის აქვს მიდრეკილება, რომ რაღაცა ჭკუა დაგარიგოთ, რაღაცა გითხრათ. მეორეს მხრივ საკუთარი მეპატრონის მხრიდან, რომელსაც ასევე ყოველთვის აქვს იმის, ასე ვთქვათ, ცუნება, რომ რაღაცნაირად საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ბოლო პერიოდში როგორც გამოჩნდა ოპოზიციისგანაც ბატონ გიგი. მე როდესაც ვლაპარაკობ ხელისუფლებაზე, სხვა შორის ამ შემთხვევაში ფართოდ გულისხმობ პოლიტიკურ ელიტას გულისხმობ, პოლიტიკური ელიტა და პოლიტიკური კლასი ყოველთვის შედგება ანუ მთავრობისაგან და ოპოზიციისაგან, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება ოპოზიცია გახდეს მთავრობა და პირიქით, ამიტომ ეს პრობლემა რა თქმა უნდა და ეს საკითხი ეხება თანაბრად მთავრობასაც და ოპოზიციასაც და მფლობელსაც. და ბოლო შეკითხვა ბატონ გიგი, ირაკლი ოქროაშვილი დაკავებულია, როგორც ეს ბერლინის პროკურორმა განაცხადა, როდის იგეგმება მისი ექსტრადირება და თქვენთვის თუ არის ცნობილი მის დაკავების დეტალები? არა, რა თქმა უნდა, ეხლა მე არ მუშაობ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში პროკურატურაში, ამიტომ დეტალები არ არის ჩემთვის ცნობილი, ჩემთვის ერთადერთი რაც თქვენთვის არის ცნობილი ის არის, რომ დაკავებულია იმის გამო, რომ ის იძებნება სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო. ოქროაშვილს იცით, რომ გირაოს სახით წინასწარი პატიმრობა შეეცვალა
აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა თანხა, მან გადაიხადა 10 მილიონი, რაც იყო უპრეცედენტო თანხა. შემდეგ ის ესე ვთქვათ, სამკურნალოდ წავიდა გარკვეული ვადით და ამაზე დასტური ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისაგან ჰქონდათ. დღეს რაღაც ძალიან ბევრი სპეკულაცია, რომ ის ვერ გავიგე ხაშურია, მიუხედავად რომ ადამიანი ჩასვა და სადღაც წაიყვანო ისე რომ მას ეს არ უნდოდეს. ესეც ხე მიმინდვია საზოგადოებისთვის, საზოგადოებამ განსაჯოს. ფაქტი არის ის, რომ ის არ გამოცხადა დათქმულ დროს, მას ჩვეულებრივად იყო ძებნა და გერმანელმა სამართალდამცავებმა ის დააკავეს. უფრო მეტად ნიშანდობლივია და უფრო მეტად საინტერესოა ის რომ დააკავეს ვოლკი, რომელიც იყო შესყიდვების უფროსი და ხო გულწრფელად თუ ვიტყვით ჯობია ის გერმანელი სამართალდამცველების ხელში იყოს ვიდრე რუსების, თუმცა მან რუსეთში მოასწრო როგორც ჩანს, რუსეთში მან თავისუფლად იმოგზაურა შესაბამისად ის საფრთხე რაზეც პრეზიდენტმა თავის დროზე ისაუბრა ბუნებრივია არსებობს. დანარჩენი ექსტრადიციას აქვს თავისი წესი, ფორმა, გერმანიის სასამართლო უნდა განიხილოს, აქ არაფერი განსხვავებული რეჟიმი, იმიტომ რომ ის თქვათ მინისტრი იყო ადრე არ არის, იყო ჩვეულებრივი მოქალაქე, ის არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მას ვრცელდება სრულად ის კანონმდებლობა, რაც ჩვენთან მოქმედებს და ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რაც სახელმწიფოს გააჩნია ამ კუთხით, მე გულისხმობ ექსტრადიციას. დიდი მადლობა ბატონ გიგი, უღონის მადლობა. ახონდეს. სანამ ხელისუფლება და კომპანია ყაზტრანსგაზი საბოტაჟს ებრძვის, პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი წინა საარჩევნო მარათონშია ჩაბმული. როგორ ემზადებიან კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ გამხმაურება გააქტიურებულ მედია საბჭოს ის სასურველი წინა საარჩევნო სტანდარტი, რაც საბჭოს დოკუმენტში დღეს მედია საშუალებისთვის მისაღები აღმოჩნდა, თუმცა კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დახურულია ტელეიმედი, მედიას დღეს პირველ რიგში სწორედ ამ მაუწყებლის მუშაობის აღდგენა უნდა აღელვებდეს. მედია საბჭომ გუშინ ის რეკომენდაციების გამოაქვეყნა, რაც მისი მოსაზრებით არჩევნების წინ ბალანსის და ობიექტურობის მაქსიმალურ გარანტიებს შექმნის. მედია საბჭოს პირობითი გამოწვევა ბეჭდურ საშუალებებსა და ტელეკომპანიებში მიიღეს. 12-ვე პუნქტი კანონმდებლობასა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს ეყრდნობა, რაც ისედაც ხორციელდება. მასში არაფერი ახალი და უცხო ინიციატივა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და კარგია თუ მედია სოლიდარული იქნება. თითქმის იდენტურ შეფასებებთან ერთად მედია ლიდერები მაინც საკუთარ ქვეპუნქტებზე ალაპარაკდნენ. კანდიდატებსაც თუ ამა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც არ მიეცეთ სპეკულაციის საშუალება, რადგან ვერავინ ვერ დამარწმუნებს ახლა რომ ვინმე ზღუდავს მათ ყველა ეთერში. მე ვხედავ რომ უბრალოდ არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ ხშირად ხდება სპეკულირება, თითქოს მათ ეთერს უზღუდავენ. ინიციატივა, რომელიც ძირითადად მაინც ტელეკომპანიებს ეხება, ყველა პუნქტით მისაღებია გაზეთ 24 საათისთვის. პატა ვეშაპიძე თვლის, რომ არჩევნებზე საქართველოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები ჩამოვლენ და ისინი უფრო წინა საარჩევნო კამპანიის დემოკრატიულობას შეაფასებენ. ამიტომ ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც კანდიდატთა შესაძლო კომპრომატების გამოქვეყნების შეზღუდვას ითხოვს, სხვა მხარემაც უნდა გაითვალისწინოს. ბეჭდური რედაქციის სიტყვიერი ქვეპუნქტი ტელეკომპანიამ ზეშიც იდენტურია. 24 საათის ახალი შეგარაფერი არ წერია. ეს მუხლი, რომელიც შეეხება კერძოდ იმას, რომ ეს მაკომპრომიტირებელი მასალები საპრეზიდენტო კანდიდატებზე არ გამოქვეყნდეს, ან და უფრო სწორად თავი შეიკავონ ტელევიზიებმა. მე ვფიქრობ, რომ თვით იმ ორგანიზაციებმაც, ვინც ამ ასე ვთქვათ აკომპრომიტირებელ მასალებს ამზადებენ, მათაც უნდა შეიკავონ თავი. ასეთი კომპრომატების დადება და შემდგომ მათი გაქარწყლება ალბათ თავად კანდიდატებსაც გაუჭირდებათ და ეს მედიის საშუალებებისთვისაც უკეთესი იქნება თუ ეს არ მოხდება წინა საარჩევნო კამპანიის დროს. დანარჩენი პუნქტები, რომელიც არის ჩამოთვლილი, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა მისაღებია, იმდენად რამდენადაც ჩვენ ყველა პუნქტს ისედაც ვიცავთ. კიდევ ერთი პოლიტიკური დებატების წამყვანისთვისაც მედია საბჭოს ინიციატივა პროფესიული ჩვევაა. მაინც კარგია, რომ დოკუმენტი გამოქვეყნდა, რასაც დაზუსტება სჭირდება. მაუწყებელთან კანდიდატთა წარმომადგენლების საკონსულტაციო საბჭოს შექმნას რაც ეხება, შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, ოღონდ აქ უნდა დაიხვეწოს, ალბათ უფრო დეტალურად უნდა ითქვას, რას გულისხმობენ.
შეფასებას არ ჩქარობს ლაშა ტუღუში, რომელიც მზადაა დოკუმენტის განხილვაში მიიღოს მონაწილეობა. 12-ვე პუნქტს მაღლა რეზონანსის მთავარი რედაქტორი დახურული ტელეკომპანიის ინტერესებს აყენებს. თავად იმედის პოლიტიკური პროგრამების დირექტორი კი ინიციატივას დარბეული იმედის ფონზე აფასებს. უგულს რატომ აქტიურდება მედია საბჭო ასეთ მომენტებში და რატომ დაავიწყდა საბჭოს საკუთარი წევრების მოწვევა მნიშვნელოვანი მიმართვის მიღებისას. მე აქ ხაზს გაუსმევდი სხვა გარემოებას. ერთი რომ თავად მე ვარ მედია საბჭოს წევრი და არავის გაუფრთხილებია ინფორმაციაც არ მოუწოდები ასეთი ტიპის შეკრებისა და გადაწყვეტილების შესახებ და მეორე, უბრალოდ მედია საბჭო აქტიურდება მხოლოდ მაშინ და თავს ახსენებს თავისი არსებობის შესახებ საზოგადოებას, როდესაც მედიის რეგულირების თემა ხდება ხელისუფლების მხრიდან ძალიან აქტუალური. ესე იგი, როდესაც რაღაცა ჩარევა არის საჭირო, რაღაც გაკონტროლება, რაღაცის ზედმეტი მონიტორინგი, მაშინ მედია საბჭო. მაშინ, როდესაც ტელევიზია დაარბიეს და უამრავი ჟურნალისტს მიაყენეს, უამრავი ჟურნალისტი ტერორიზმ მდგომარეობაში ჩააყენეს და დღემდე ხორციელდება ეს ეწოლები, მედია საბჭოს ერთი განცხადებაც კი არ გავრცელებია. ჩემთვის ძალიან მაღლა დგას ტელეიმედის გახსნა, იმიტომ რომ ტელეიმედის დახურვა ქვეყანას ზოგადად მთლიანად აგდებს ძალიან უკან. მე მზად ვარ მივიღო მონაწილეობა აი ამ დოკუმენტის განხილვაში და იმედი მაქვს, რომ ესეთი განხილვები შედგება. რატომ ამბობ განხილვას? იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენ რაღაცები დავამატოთ, რაღაცა გამოვაკლოთ. სხვადასხვა ეს მოსაზრებები, რომლის ნაწილი აქ არის, შესაძლოა კიდევ უფრო მეტ დახვეწას ითხოვდეს, არსებობს რაღაც მოსაზრებები, რომელიც აქ არ არის. მედია ლიდერების შეხედულება 12 პუნქტში ჩატეული მედია საბჭოს ინიციატივის დახვეწაზე ერთგვაროვანია. უბრალოდ ყოველი მათგანი სიტყვიერად მაინც საკუთარ ქვეპუნქტს ამატებს. წინა საარჩევნო კამპანიის დემოკრატიული ნორმების მიხედვით გაშუქება მედიის პროფესიული მოვალეობა. მედია საბჭოს მიმართებას უკვე სტუდიაში განვიხილავთ ხათნო კვესელაოსთან, გიგი თებზაძესთან, კობალი კლიკაძესთან ერთად. საღამოშვიდობის ბატონებო, საღამოშვიდობის ხათნო. პირველ რიგში ბატონ გიგი, რატომ არ იყო ყველა წევრი? რატომ არ ესწრებოდა? მედია საბჭოს. თვითონ ყველა წევრი არესწრებოდა გიორგი თარგამაძე, ასევე არესწრებოდა მაგალითად პირველი არხის უკაცრავ საზოგადოებრივი მოწყობის წარმომადგენელი, ასევე სხვა თქვენი წარმომადგენელი არესწრებოდა. ასე ხა მე არ ამგონია რომ ასე ვთქვათ იმას აღმოსრულებელ ნაწილს მედია საბჭოში აქ რამე სპეციალურად განზრახეს გააკეთებია და მე ვფიქრობ რომ ალბათ ვერ დაუკავშირდით. ჩემი თხოვნა იყო რომ ყველასთვის დაერეკათ. როდესაც გადავწყვიტე რომ მედია საბჭო უნდა შეკრებილიყო. ამ თქვენ ყველა მიიწვიეთ, მაგრამ არ მოვიდა. იცით რა, ჩემი თხოვნა იყო რომ ყველასთვის დაერეკათ. ახლა ეს რამდენად განხორციელდა შეიძლება ვერ დაურეკე შეიძლება არ ვიცი. ამაზე ვერ გეტყვით, მაგრამ ის რომ ერთი ამბავია, მე აქ მინდა ვთქვა რომ დავჭირთ ერთი ამბავია რომ დავჭირთ ვიღაცა ვერ მივიწვიეთ. ეს ერთი ამბავია, მეორე ამბავია რა წერია იმ დოკუმენტში რომელიც მივიღეთ, ხო? ესე იგი თუ ამ დოკუმენტში ისეთი რამე წერია, რასაც აი თუნდაც თვითონ გიორგი თარგამაძე პრინციპულად ეწინააღმდეგება, კი ბატონო, მე მზად ვარ ამაზე ველაპარაკო მას როგორც მედია საბჭოს წევრს. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომელიც მან თქვა და სამწუხაროდ ეს არის ბრალდება და ეს არ არის შენიშვნა მედია საბჭოს მიმართ, მედია საბჭოს თითქმის ყველა წევრმა გამოხატა საკუთარი პოზიცია იმედის დახურვის მიმართაც და დახურვის ფორმის მიმართაც. ასე რომ ის რომ ეს მედია საბჭოს განცხადება ერთად არ გაკეთებულა, ეს არნიშნავს იმას, რომ მედია საბჭოს წევრებმა როგორც მოქალაქეებმა და ამავე დროს როგორც მედია საბჭოს წევრებმა არ გამოხატეს თავის პოზიცია, მათ შორის მეც, მათ შორის პატავ შაბეძემაც, დათო პაჭაძემაც და სხვებმაც. ეს მოხდა არა მარტო ტელევიზიებში, არამედ ეს მოხდა პრესაში. გასაგებია, მოდით ვისაუბროთ მედია საბჭოს მიმართვის პუნქტებზე. ხათმე ის თუ არა ამ 12 პუნქტს და ეთანხმებით თუ არა ყველას. კი, მე გავეცანი ამ პუნქტებს გუშინვე, როდესაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება აი ამ რეკომენდაციების მიღების შესახებ. და პრინციპში ჩვენ თქვით კიდევაც და ეს დღეს გამოცხადდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთდა აი ამ სულისკვეთებას და პრინციპში იმ რეკომენდაციებს, რომელიც მედია საბჭომ დადო გუშინ. ხა მე უბრალოდ მინდა გითხრათ აქ მოკლედ, რომ ახალი პრინციპში აი იმ პუნქტებში, რაც მედია საბჭოსაგან ჩვენ მივიღეთ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არაფერი არ ყოფილა. იგივე იმ საკონსულტაციო საბჭოზე, იგივე აი იმ სულისკვეთებაზე, რომ თანაბარ პირობებში უნდა იქნეს მოქცეული ყველა კანდიდატი წინა საარჩევნო პერიოდში, იმიტომ რომ ნაწილი ამ რეკომენდაციების საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, ვიდრე ეს რეკომენდაციები იქნებოდა, პრაქტიკულად უკვე განხორციელებულია.
იგივე რაც შეეხება საკონსულტაციო საბჭოს და ასე შემდეგ. თუმცა ახალი ალბათ ის არის, რომ ჯაშუშობაში მხილებული პრეზიდენტობის კანდიდატების დასახელება წინასაარჩევნო კამპანიისას გარკვეულწილად შეზღუდულია. კი ბატონო, ეს იყო სიახლე ნამდვილად ამ კუთხით აი ესე კონკრეტულად დეტალებზე მე ვგულისხმობ, რომ თვითონ სულისკვეთება ძირითადად აი ამ რეკომენდაციების ნამდვილად არ ყოფილა ახალი საზოგადოებრივი მოუწყება პარიტეტზე. თქვენ როგორ ახსენებთ ამ 12 პუნქტს? საღამოშენდობისა პირველ რიგში რეზოლუტნა შენიშვნის სახით იქნება აქ ჯობდა ყოფილიყო ვინმე ამ მედია საბჭოს წარმომადგენელი, თქვათ იმედიდან, მაგრამ როგორც ვიცი, ტელეკომპანია იმედიდან გულისხმობ, მე ამ შემთხვევაში და საერთოდ ყოფილიყო ვინმე ტელეკომპანია იმედიდან. გეტყვით რატომაც ახლა ეს 12-ვე პუნქტი არის თუ არა სრულყოფილი და თქვათ პროფესიული მორალური თვალსაზრისით აუცილებელი ამ დროისთვის მე ვერ დავდებ, ახლა კატეგორიული ვერ ვიქნები, თუმცა რაც არის მასში შესული, მე გეტყვით ახლა გულსხმელად გეტყვით, რომ ეს რადიო თავისუფლების ეთიკის კოდექსთან ძალიან ახლოს დგას. ამიტომ ჩემთვის ამას არც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ 12 პუნქტს, იმიტომაც გეუბნები, რომ ჩვენ ცოტა განსხვავებულ ვითარებაში ვარ, პროფესიული ეთიკის კოდექსი, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტებისთვის არსებობს, ეს არ დაწერილა საქართველოში. ეს დაიწერა სხვაგან. მაგრამ ეს არის უნივერსალური გარკვეული თვალსაზრისით. მაგრამ მე მაინც გონია რომ ახლა აქ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მაინც იმ ტელეკომპანიის წარმომადგენელი. ტელეკომპანიის რომელიც დახურულია, მაგრამ შნისთვის ერთი რამის თქმა მინდა, მე ვეთანხ, მე მგონი, მე ნაწილობრივ მე აქ დიდ პატივს ვცემ გიგისაც, ხათუნასაც დიდ პატივს ვცემ საბჭოში ბევრი ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მაინც გონია რომ ლეგიტიმური იყო შენიშვნა გიორგი თარგამაძეს, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში ჩვენ ხედავდით მედიის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას, ოდესაც მედია საბჭოს მართებდა შეეხსენებინა თავის საზოგადოებისთვის და არ შეეხსენებინა მხოლოდ ეხლა, როდესაც ბოდიშვილი ამ გამოთქმისთვის ურემია გადაბრუნებული. მოდით ესე კი მე მაშინ უპასუხებ, იმიტომ რომ შენიშვნა ჩემს მიმართაც არის, ხო, როგორც მედია საბჭოს თავმჯდომარის მიმართ. ესე იგი, მოდით გავყოთ ისე, ხო, ეს რამდენიმე მომენტი არის აქ. ერთი ისევ იმას ვიმეორებ, რომ მედია საბჭოს წევრებმა თავისი აზრი დააფიქსირეს. მეორე, როდესაც ურემია გადაბრუნებული კი, ამაში აბსოლუტურად მართალი ხარ, მაგრამ სამწუხაროდ მედია საბჭო არსებობდა, ეს გუშინ არ შექმნილა, ეს საკმაოდ დიდხანს არსებობდა, სამწუხაროდ ყველა მცდელობა, რომ ჩვენ მსგავსი რეგულაციები მიგვეღო და შეგვეთავაზებია ეს მაუწყებლებისათვის თავდებოდა ცუდად. ანუ ეს შეიძლება იყოს ბავშვად მიღებული დეკლარაციის დონეზე, მაგრამ როგორც კი გადავიდოდით საქმეზე, ესე იგი ეს ყოველთვის ნებისმიერი ტელეკომპანიის მხრიდან ეს იყო საკმაოდ პრობლემურად აღქმული. რატომ ბატონ გიგი, რაში იყო პრობლემა? რაში იყო საქმე? ეს ხო შორის ეს ისე ურემის გადაბრუნებაზე ვილაპარაკებ. საკმაოდ ესე გამოჩნდა მხოლოდ ეხლა, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სახელმწიფო უსაფრთხოებას შეიძლება რეალურად დაემუქროს მედია, რომელსაც არ აქვს თვითრეგულირების მექანიზმები. ეს აჩქარად გამოჩნდა, ხო? და მხოლოდ ამის მერე გახდა შესაძლებელი, რომ აი მსგავს შეთავაზებაზე, ნუ მე არ ვიტყვი რომ უპირობოთ, მაგრამ პრინციპში მზად არიან მაუწყებლები რომ დათანხმდნენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მსჯელობა იმის თემაზე, თუ როგორი უნდა იყოს მონიტორინგი ამ შეთანხმების შესრულების, ისევ მაუწყებლებს შორის, იმიტომ რომ თავისთავად დეკლარაცია ცალკე არაფერს არ ნიშნავს. დიახ, და ის არ არის იძულებითი ხასიათი, სამწუხაროა ეს მხოლოდ ეხლა გახდა ცხადი მედია საშუალებებისათვის, რომ ის მათ, ნუ უპირობოდ არა, მაგრამ ნუ თითქმის უპირობოდ უნდა მიიღოთ მსგავსი შეთავაზება და თვითონ უნდა დაიწყოს მსჯელობა რეგულირების მექანიზმების შესახებ. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს, მართალი გითხრათ, მე ესეთი ესე იგი ღირებულებების დეკლარაციის, ანუ ფორმალური დეკლარაციის მოხრე არასოდეს არ ვარ. მე ამას ყველაფერს, ნუ აი დავუშვათ, რომ ეს შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაეწია მედია საბჭოს აპარატს იმისათვის, რომ თარგამაძე მოსულიყო ამ სხდომაზე, მაგრამ თავისთავად ეს 12 პუნქტი, მე ვთვლი, რომ ეს 12 პუნქტი არის იმედის გადარჩენა. და მე ვთვლი, რომ ეს ამ 12 პუნქტის დაცვა ტელეკომპანია დაუთავრდა შეიძლება. უკაცრავად, მაგრამ ამ 12 პუნქტში არ არის მედიის გადარჩენაზე საუბარი, აქ არის მედიის რეგულირებაზე, წესებზე როგორ უნდა ითამაშოს. დავაკავშირებ, აქ ძალიან ხშირად ხდება სამწუხაროდ, აი ესე იგი საკაცი თქვა აქ არის საუბარი იმაზე, რა არ უნდა გავაკეთოთ, მე სხვა რამის მოდით და
ესე იგი კოლმომაც გაიგივა. დანარჩენი ყველაფერი შეგეძლიათ გააკეთოთ. ეს საკმაოდ ბევრია. არა, ესე იგი ეს თუთით რა. ესე იგი კოლმომაც თქვა და ლაშასაც ჰქონდა, ესე იგი და ეს არის სამწუხაროდ არა, ეს ფაქტია. საქართველოში ამ ბოლო დროს მედია მთლიანად უკავშირდება იმედს. ანუ როცა ამბობენ რომ დავუშვათ მედიის უფლებები ილახება, იგულისხმება იმედი, როცა ამბობენ რომ მედია თავისუფალი მედია დახურულია, ესე იგი იგულისხმება ასევე იმედი. მე ესე სულ არ მგონია რომ მედია უდრის იმედს საქართველოში, ესე არ არის. რა თქმა უნდა, თუმცა ეს რეალობა იმედმა არ შექმნა. მოდით აქვე ვთქვათ. ხო, მოდით ახლა ამას მოდით მაინც ეს ახლა რეალობის შექმნაზე ალბათ ნუ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეს მაინც სოციოლოგების და პოლიტოლოგების საქმეა, როდესაც ჩვენ რაღაცა მომენტში ავიღებთ იმ მასალებს, რომელიც გვექნება და გავანალიზებთ, მართლა შეიძლება საინტერესო ესეთი ინტელექტუალური საკითხია, ესე იგი ეს რეალობა ვინ შექმნა და როგორ შექმნა საქართველოში. მაგრამ მე რისი თქმა მინდა ამ შემთხვევაში, რომ რა თქმა უნდა, იმედი იყო თავისუფალი, მაგრამ იმედი ამ დროს იყო პოლიტიკური მედია, ხო? ყველაფერს რო თავი დავანებოთ ახლა. მე იმაზე არ ვამბობ, როგორი პოლიტიკური მედია იყო ესა, მაგრამ ფაქტია, რომ იმედი და ისევ იმას თავი დავანებოთ რის გამო, მაგრამ ფაქტია, რომ იმედი ძალიან ცოტა რამეს იცავდა ამ 12 პუნქტიდან, რომელიც დღეს ჩვენ წინ გვაქვს და რომელიც მედია საბჭო მიიღო. ამიტომაც მე ესე იგი ვიღებ გიორგი თარგამაძესგან, ნუ წენას რომ ის არ იყო მედია საბჭოს ხდომაზე, ასევე თუმცა მე ისიც არ მახსოვს, რომ გიორგი თარგამაძე ჩემთვის დაერეკა აი მას მერე, რაც იმედის მოუწყებლობის შეწყვეტა მოხდა და შეეთავაზებია ჩემთვის მედია საბჭოს მოწვევა. მას მერეც რაც მე დავუშვე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე და სხვებმა დააფიქსირეს პოზიციები იმედის იმ შემთხვევაში იმ მოვლენების მიმართ რომელიც იმედის გარშემო განვითარდა და მე კვლავ ესე იგი და ასევე მედია საბჭოს ის წევრების რომელთა ერთადაც ჩვენ ეს ტექსტი შევიმუშავეთ ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც საშუალებას რომ იმედი ერთ-ერთ საშუალებას გარდა იმისა რომ გვინდა რომ სხვა ტელევიზიებიც მათ შორის თქვენმა ტელევიზიამაც პრინციპულად დაიცვას ეს პუნქტები 12 არა, ნუ აქ იგულ მე-12 ძალიან ნებაყოფლობითია, ხო, მე-12-ზე არაფერს არ ვამბობ, მაგრამ დანარჩენი პუნქტები ყველა ნებაყოფლობითია. არა, ყველა ნებაყოფლობითია, მაგრამ მე ვამბობ, რომ ესე იგი მედია საბჭო ამ შემთხვევაში თქვენ თუ მე-12 პუნქტს არ მიიღებთ, თავს არ მოიკლავს რა, ესე იგი ამ შემთხვევაში მე-12 პუნქტი რომელიც ეხება საზოგადო ესე იგი კანდიდატების წარმომადგენლების საბჭოს შექმნას, ეს ძალიან პოლიტიკური გემოვნების ამბავია. არაფერი გემუქრებათ, ტელეკომპანიამზე სრულად იზიარებს 12 პუნქტს, რომელიც არის, მაგრამ არის კიდევ ერთი კითხვა, რაზეც ჩვენ საუბრობდით უკაცრავად, იგივე საკითხზე მინდა ჩაგიკითხოთ, რაზეც ჩვენ საუბრობდით სულ რამდენიმე წუთის წინ, ქალაქის მერთან გიგი უგულავამაც თქვა, რომ მედიაში უნდა იყოს გარკვეული ასეთი მედია საბჭო, რომელიც დაარეგულირებს არა მხოლოდ იმას, რა არის აკრძალული მედიისათვის, არამედ იმასაც, რომ კონკრეტული ჟურნალისტები იყვნენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები. დამოუკიდებლები ხელისუფლების ზეწოლისაგან, დამოუკიდებლები ოპოზიციის ზეწოლისაგან, დამოუკიდებლები მეპატრონისაგან. აი, ასეთი სქემა თუ არსებობს მედია საბჭოში და თუ არის შანსი, რომ ასეთი მოლაპარაკება შედგეს. რა არსებობს რეზო მედია საბჭოში, მე ვერ გეტყვი, ალბათ ხათუნა და გიგი ალბათ უფრო მეც გეტყვიან. მე მგონია, რომ პროფესიული ეთიკის ნორმები თუნდაც ეს ბაზირებოდეს აი ამ 12 პუნქტზე ან სხვა რომელიმე ვთქვათ ცნობილი ტელე თუ რადიო ორგანიზაციის ანალოგით შექმნილ პროფესიული ეთიკის კოდექსზე სავსებით საკმარისია იმისათვის რომ ჟურნალისტებმა პროფესიული მოვალეობაში ასულონ უბრალოდ მე ეჭვი მეპარება ვეთანხმები გიგი უგულავას იმაში რომ ფლობელებისგანაც უნდა იყვნენ თავისუფლები ჟურნალისტები წინააღმდეგ შემთხვევაში მე არავის კეთილსინდისიერებაში ჩემი კოლეგის პროფესიონალებში ეჭვი არ მეპარება ნამდვილად ახლა ამას მე უბრალოდ ქათინაურისთვის არ ვამბობ მაგრამ ჩვენ ყველანი ვიცით და ყველანი ვხედავთ ამას და ეს თვალნათლივ ჩანდა ბოლო წლების განმავლობაში რომ კოლიზია იწყებოდა იქ როდესაც მედიის ფლობელებს უმახვილდებათ ან უჩნდებათ მეპატრონეებს გულისხმობს ზედმეტი ინტერესები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა, ესე იყო ბევრ ქვეყანაში, სხვათა შორის ლატვიაში გახდით ცოტა ხნის წინ და იქაც თქვენს რომ ბოლო უფრო კარგი იყო რომ შვედები არიანო ეხლა დიდი გაზეთია დიენა იმის ფლობელები, იმიტომ რომ საერთოდ არ აინტერესებს აქაური პოლიტიკა, ვეუბნება მარტო გქონდეთ მოგება და არის სპეკულაციებს თავი დაანებეთ, იყავით ობიექტური. მე მგონია რომ ესეთი მეთოდი რაც აირჩია ახლა მედია საბჭომ ეს არის პირველი მცდელობა იმიტომ რომ გიგი დაგვიანდა მეთქი მე არ მithქვი ახლა ეს რაღაც მძაფრი კრიტიკის გულისთვის ეს არის მცდელობა რომ ჟურნალისტებმა თვითონ შესთავაზონ თამაშის წესები პოლიტიკოსებსაც და მათ მედია მფლობელებსაც იმისათვის რომ არ იყვნენ მანიპულაციის საგანი ბევრი ცალკეული მაგალითის მოყვანა შემიძლია მათ შორის რა მანიპულაციებს ჰქონდა ადგილი
აქ იქნებოდა, არ ვიცი, რუსთავიორში იქნებოდა ტელეკომპანია იმედშიც მე გიორგი თარგამაძეს ჩემი მეგობარი დღეს პირდაპირ ეთერში ჩემი სტუმარი იყო და შევახსენე რამდენიმე შეკითხვის სახით. მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში სიაც ვინ უნდა ყოფილიყო, ვინ არ უნდა ყოფილიყო, ვინ როგორ უნდა ყოფილიყო, 100 აქვს უყველა სამწუხაროდ ბევრს აქვს ესე. არ მინდა ხა მაგალითები შორს აღვიყვას. ანუ ეს არის შესაძლებლობა მედიამ შესთავაზოს პოლიტიკოსებს და შეახსენოს, რომ ის არ გახდება და არ უნდა გახდეს манипуляციის საგანი, რისი მცდელობაც, რისი ცდუნებაც ზოგჯერ აქვს, მეთქი კიდევ ერთხელ ვამბობ, მედიის მეპატრონეებს საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ეს არ არის რაღაცა უნივერსალური მოვლენა. სწორედ ამისათვის ალბათ ხელისუფლებამ შემოგთავაზა ბრიტანული ვარიანტი მედია საბჭოში. იზიარებთ თუ არა განცხადებას, რომელიც გაგებდა დღეს? იცით რა, მე მგონი კონკრეტული მოდელები ალბათ მედია საბჭოსი ეს უნდა იყოს შემდგომი შეთანხმებების და მოლაპარაკებების საგანი თუ შეიძლება ასე ითქვას, იქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დეტალი, რომელზედაც ღირს მართლა მსჯელობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ საერთოდ დღევანდელ რეკომენდაციას რო დავუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის რეკომენდაციები მიღებული საკმაოდ არასტანდარტულ გარემოში და რაც შეეხება ზოგადად მედია საბჭოს შექმნას, ჩემი აზრით, ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ კიდევაც ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყება თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეწყო ეს მოლაპარაკებები, თუმცა საკმაოდ ცუდად დამთავრდა. და მე მინდა იგივე კობას დავეთანხმო ამ თვალსაზრისით, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც დღეს დგას საქართველოში და დღემდე მედიამ რეალურად ჩვენ ამას ვხედავთ, ვერ მოახერხა ამის დარეგულირება, ეს არის იგივე სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ სწორედ და მე უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ როგორც აღმოჩნდა დღესდღეობით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ერთადერთი მაუწყებელი, რომელიც საკუთარი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად მუშაობს და რომელსაც კონტრაქტებში ჟურნალისტებთან და რაც